სამი მსხვერპლი, რომლის გაღება მოგიწევს, როდესაც სოციალური ქსელი ხდება შენი შემოსავალი და არა უბრალოდ გასართობი. პირველი მაგალითად ისეთი სურათი, სადაც ლამაზ ფონზე ხარ, შენ თავად ძალიან ლამაზი ხარ, ამას პოსტავ წარწერის გარეშე. როდესაც ბლოგი ხდება შენი მთავარი შემოსავალი, შენი ბლოგი არ არის შენთვის, შენი ბლოგი არის შენი მაყურებლისთვის. ყოველთვის უნდა პასუხობდე კითხვას, მე ამით რა, როგორც მაყურებელს, რაში გამომადგება ეს? შეიძლება ეს იყოს საგანმანათლებლო კონტენტი, აუდიტორიის გაცინება და გართობა, ან ამ ლამაზ სურათზე რამე სამოტივაციო ციტატა მაინც დაწერე. თუ მსგავსი არაფერი არა გაქვს, შენი ლამაზი სურათი შეინახე მანამდე, სანამ არ მოიფიქრებ რამე ღირებულ აღწერას. მეორე, არათემატური პოსტები. ახლა როცა სერიოზულად მოკიდე ბლოგს ხელი, შენს გვერდს 80% გამოიწერს შენი კონკრეტული სფეროს გამო და შენი კონტენტიც 80%-ით უნდა უკავშირდებოდეს შენს ნიშას. რითიც გინდა საერთოდ რომ გიცნობდეს ხალხი და რის გამოც გინდა რომ გპოულობდნენ. კონტენტი ყველანაირ ყველაფერზე არც არავის აინტერესებს. მესამე, უნდა გამოცხადდე ისე, როგორც ჩვეულებრივ სამსახურში, ყოველ დღე და თავის დროზე. 1-2 თვე დავიკიდე ვიდეოები, არ დავდე პასუხი არავის გავეცი, მსგავსი მიდგომა არ მოსულა. სოციქსელი შენი მაღაზიის ვიტრინა ხდება, სადაც ხალხი შემოიჭყიტავს ხოლმე. წარმოიდგინე მაღაზია ზედიზედ რამდენიმე დღე დახურული რომ დაგხვდეს, წარწერით. დღეს ჩვენი პერსონალი ხასიათზე არ იყო. და როცა იქნებიან ხასიათზე, მაშინ მობრძანდი. გამოიწერე ჩემი გვერდი, აქ მეტი ხრიკია სოციქსელების შესახებ.